დღეს არის შაბათი 29 ნოემბერი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 16 ნოემბერი და 2025 წელი და პირველეს ყოვლისა გილოცავ ჩობის მარხვის დაწყებას. ამაზე გვისაუბრია, მაგრამ ნამდვილად მოსალოცია მარხვის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის, განსაკუთრებით ეს ხანგრძლივი მარხვები. ძალიან ეხმარება ადამიანს, რომ მოწესრიგდეს სულიერი თვალსაზრისით. დღეს შეიძლება ითქვას ნანატრი დღეა რა, ნანატრი დღეა, იმიტომ რომ დიდი ხანია ძალიან ჩვენთან უბრძანებულია წმინდა მოციქული მათე მოციქულის მახარებელის წმინდა ნაწილი და აი მარტო ესე იგი წელს დაემთხვა შაბათს და ამიტომ ჩვენ არ გვისაუბრია, უბრალოდ გვისაუბრია მათეზე. ოღონდ ეს წელს იყო ცოტა ხნის წინ იყო, ეს იყო 363 საუბარი ეფიგენია ქალწულის შესახებ, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ. ფაქტიურად გადაჯაჭვული არის ეფიგენია ქალწულის ცხოვრება, წმინდა მათეს ცხოვრებასთან და აი ხა აქ არის ერთი ძალიან ესეთი თავიდანვე მე ესე იგი რამდენიმე მცირე შესავალს გავაკეთებ. საქმე ის არის, რომ ჯერ ესე იგი ერთი რაც არის რაღაცა გარკვეული არ ვიცი, სირთულეც არ არის, აი დასავლეთის ეკლესია მაგალითად მათე მახარებელს მოიხსენებს 21 სექტემბერს და მოიხსენებს ერთად ეფიგენია ქალწულთან. ესე იგი, მათე მახარებლის ხსენება და ეფიგენია ქალწულის ხსენება არის ერთად. დღეს თუ ჩვენ ვიხსენებთ მათე მახარებელს, წესით ჩვენ დღეს ეფიგენია ქალწულსაც უნდა ვიხსენებდეთ. ეს არის დასავლური ტრადიცია. რაც შეეხება აღმოსავლურ ტრადიციას, აღმოსავლური ტრადიციით ჯერ ერთი დღეს არის მათეს ხსენება 16 ნოემბერს. მე აღარ ვლაპარაკობ იმას, რომ 30 ივნისს, ანუ 13 ივლისს ახალი კალენდრით, ეს არის კრება 12 მოციქულის და იმ დღეს რო ვიხსენებთ ეგ თავისთავად. ეხლა აქ ლაპარაკი ცალკე აი მათეს მოხსენებაზე და აღმოსავლური ტრადიცია, უბრალოდ მე მაინდა-მაინც ესეც ვერ გავყოფთი, უბრალოდ ჩვენთან ესეა ცნობილი. რომ დღეს არის მათე მახარებლის ხსენება და დღეს არის მასთან ერთად ხსენება ფულბიანი, ესე გვიწერია კალენდარში, ფულბიანი ეთიოპიის მთავარი ნათლისღებით მათე. და ეს არის აი მეორე ტრადიცია ფაქტიურად იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა მათე მახარებლის აღსრულება. როგორ გააგრძელა მან ცხოვრება სახარების იმის შემდეგ რაც სახარება დაწერა. ესე იგი სახარებაში რაც არის ცნობილი მათეს შესახებ, ამას ახლა რა თქმა უნდა მოგიყვებით, მაგრამ აი მერე ამის შემდეგ რა მოხდა, რაც არ წერია სახარებაში. აი რაც არ წერია სახარებაში, ეგრეთ წოდებული აპოკრიფებით ვიცით, ეს აპოკრიფები, რომელიც არის აპოკრიფი არის, ესე იგი აი არ დასტურდება დოკუმენტურად, არსებობს მოკლედ ესეთი უძველესი სხვათა შორის ძეგლები, ლიტერატურული ძეგლები, რომელსაც არ აქვს აი ესე იგი სარწმუნოების ხარისხი, მაღალი კი არა, უფრო ვარაუდია და აი ეს აპოკრიფები ზოგი არის შეწყნარებული ეკლესიის მიერ, ზოგი არის შეუწყნარებელი, ეს შეწყნარებული აპოკრიფებია და ხო და აი ამ აპოკრიფებით ვიცით საერთოდ მათეს შესახებ მერე რა მოხდა. ერთი ის რაც ვიცით და ორივე შემთხვევაში ემთხვევა, ეს არის სიტყვა ოღონდ, ეს არის ეთიოპია, რომ მათე მიქადაგა ეთიოპიაში. ხო და აი ამ ეთიოპიაში რა იგულისხმება, ეს ძალიან ესეთი რთული საკითხია და ესეც
ესეც დაუდგენელია, ესე რომ ვთქვათ, მეცნიერულად, იმიტომ რომ აქ ეხლა რასაც მოგიყვებით, დღეს უნდა მოგიყვეთ ეს აღმოსავლური ტრადიცია რაც არის. და აქ ეთიოპიაში რაღაცა უფრო, ქალაქიც არის დასახელებული, რომელიც არ იძებნება და ეთიოპია ხანდახან ინდოეთსაც ნიშნავს, ხანდახან. ხო და მოკლედ აი ეს არის ტრადიცია და ესე იგი მე ის დასავლური ტრადიცია მოგიყევით. ეფიგენია ქალწულის წმინდა ნაწილით გაჩვენეთ ამ 363 საუბარში. ხო და ესეც ხარ რა გითხრათ, ეფიგენია ქალწულის წმინდა ნაწილი არსებობს. ეხლა ამ ფულბიანესი, რომელსაც ეწოდა მათე ნათლობაში ამას ჩვენ ეხლა უნდა ამის შესახებ მოგიყვეთ. ამისი წმინდა ნაწილი არა გვაქვს ჩვენ და არც ვიცი თუ არსებობს საერთოდ. ხო და ესე ეხლა ურივერდრულად, ყოველ შემთხვევაში იცით რა, მე მინდა გითხრათ ესეთი რამე, რომ ადგილობრივი ეკლესიის ტრადიცია არის სანდო და არის ყურადსაღები და შესაბამისად აი ეს ძალიან ცნობილი საეკლესიო მწერლები ვინც იყვნენ, მაგალითად დიმიტრი როსტოველი, რომელიც არასახელებს წყაროებს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან იმდენად სერიოზული პიროვნება იყო და იმდენად მე დავrწმუნდი ხშირად, რომ აი რაღაცა ისეთ უცნაურ ამბებს ყვება და რომ ეს მართალია, ნამდვილად ესე რო იყო, რომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ვენდოთ მას ისევე როგორც უნდა ვენდოთ მე-13 საუკუნის იაკობ ორაგინელს, ორაგინის ეპისკოპოსი იყო, რომელიც ასევე არასაბუთებს და მან შეაგროვა თავის დროზე შეკრება უამრავი ძალიან საინტერესო მასალა და დაწერა წიგნი ოქროს ლეგენდა. აი იაკობ ორაგინელის ოქროს ლეგენდის მიხედვით არის ეს დასავლური ტრადიცია, რაც ეფიგენია ქალწულზე მოგიყევით და აი ხა მოგიყვებით ფაქტიურად დიმიტრი როსტოველი უყრის თავს, თუმცა უნდა გაჩვენოთ ძალიან საინტერესო. ეს არის გაბრიელ მცირის კრებულია, რომელსაც ქვია მანანა. აი ეს არის პირველი გვერდი მისი, ნახეთ. აი ესეთია. და გაბრიელ მცირე აი სწორედ ამ ვერსიას იზიარებს, რომელსაც დიმიტრი როსტოველი გვიყვება აი ამ გადმოცემას. ჩვენ ახლა თანმიმდევრულად შევუდგეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გვაქვს მოსაყოლი და საინტერესო, კიდევ ერთი კარგი საინტერესო წიგნი უნდა გაჩვენოთ, ეს არის მცხეთური, ეს არის მცირე ხელნაწერია, ეს არის აი გაჩვენეთ ახლა რამოდენია, აი ესეთი. ხედავთ წიგნს? ეს არის 4 თავი. ეს ხელნაწერი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში ჩვენთან. ეროვნულ ცენტრში. აი ეს. და აი ამ რითი არის საინტერესო, ქართულში 4 თავია გადაწერილი ხელით. ხო და აქ არის სოფრონ იერუსალიმელის მიერ ნათქვამი შესავალი აქ, წავიკითხოთ ერთად. საინტერესოა. ოღონდ არ ეხება ეს მე-11 საუკუნია, ეს უკვე სანდოა, რა თქმა უნდა, სოფრონ იერუსალიმის, შემდეგ ესე იგი ქართულად ნათარგმნი. ეს კი სანდოა, მაგრამ ეს არ ეხება საერთოდ ამ საკითხს, აი ნახეთ. შესხმაი წმინდისა მახარებელისა მათესი სოფრონის მიერ თქმული. მათე, რომელს ეწოდა ლევი მეზვერეი. ამას ჩვენ ახლა წავიკითხავთ სახარებაში, მათე ლევი, რას ნიშნავს ეს სიტყვები. პირველი იყო, ვინც აღწერა წმინდა სახარებაი ქრისტესი ჰურიასტანს. მათთვის, რომელთა აქვთ წინა დაცვეთილებაი წიგნითა და სიტყვითა ებრაულითა. ესე იგი, წინა დაცვეთილება, ანუ ებრაელების თხოვნით, ებრაელი ქრისტიანების თხოვნით დაწერა და ესე არავინ უწყის შემდგომად ვისა მიერ ითარგმნა ელინურისა ენითა. ამის შესახებაც გვექნება საუბარი. ხა ჯერ უბრალოდ ესე შესაძლოა არ ვიცით ბერძნულად ვინ თარგმნა მათეს სახარება. ებრაულად დაიწერა.
ანუ არამეულად და ვინ თარგმნა ელინურად არ არის ცნობილი. ამოს სოფრონი ამბობს. ხოლო ებრაული იგი მათ ეს მიერ აღწერილი არის კესარიას პამფილიას საუნჯეთა შინაწიგთასა მარტიროზის მიერ დაცული. ხო და აი სოფრონის დროს ებრაული ვერსია იყო დაცული, ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში ხა აღარ აქვს საერთოდ. და მე ეგრევ გონებ ვითარმეთ აცე აქვდეს იგი ნაზარეულთა მათ გურიათა, რომელ არიან საზღვართა სირიისათა და მე გონია რომ ნაზარეულ ებრაელებს, რომელიც სირიის საზღვართან არიან, აქვთ ეს წიგნი. და მიენიჭა წიგნი ესე ნაზარეულთა აღწერათ, რამეთი ყოველთა მე რადულ სასმენელ არ სახარება ეს. ნუ აი რაღაც არამეულად კარგად იკითხებაო ესე ამბობს. ხოლო მახარებელმა ამან ზოგი რაოდენიმე თავი თვისი და ზოგი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ უწყებულ აღწერა. ესე იგი რაღაცა ნაწილი მათე მახარებელმა თვითონ თავისით აღწერა და რაღაცა ნაწილი უფლის კარნახით. და დასხნა მოწამედ უპირველესთა წიგნამდე. ესე იგი დასხნა, როგორი ქართულია, დასხნა მოწამედ უპირველეს, ესე იგი უპირველესთა წიგნ, ანუ ყველა წიგნზე ადრე დაიწერა და ესე იგი ეს მოწმობა, ანუ ფაქტიურად ყველაზე ადრე შეიქმნა. რამე თუ ამან არაინება 70-თა მიერ მოციქულთა სიტყვათა შედგომა. ესე იგი 70 მოციქულის მონათხრობის მიხედვით არ არის, მოკლედ ეს დაწერილი რა. რაითა ყვალად ენითა ელინურითა გადაეწერა, არამედ ებრაულად აღწერა. ესე იგი 70 მოციქული ესენი ძირითადად ებრაულად ბერძნულად მეტყველებდნენ და ამათი მონათხრობის მიხედვით არ დაწერა, იმიტომ რომ ებრაულად უნდა ყოფილიყო ეს წიგნი. და არიან ამას წიგნზე შინა ორნი სიტყვანი, რომელნი წამებენ მისთვის ესეას ვითარმეთ ეგვიპტით უწოდეს ძესაჩემსა და მეორე ნაზარევად ეწოდოს. აი ეს ნუ მათე მახარებლის ხა დაამთავრეთ უკვე ეს შესავალი, რას ამბობს ხა აქ არის ძალიან საინტერესო. რას ამბობს და ძირითადად, ნუ ეს ახლა რაც წავიკითხეთ ეგვიპტით უწოდოს ძესაჩემსა და ნაზარევად ეწოდოს, ეს ძველი აღთქმიდან არის სიტყვები. ძველი აღთქმიდან არის სიტყვები და საერთოდ მათე მახარებლის მიერ აღწერილი ეს მათე სახარება ძირითადად ძველი აღთქმიდან მოყავს საუბრისას, თხრობისას მოყავს მაგალითები, რომ ებრაელები დაარწმუნოს იმაში, რომ იესო არის ნამდვილად მესია. აი ასე არის დაწერილი. ეხლა თუ გადავალთ, ესე იგი უკვე ჩვეულებრივ თხრობაზე ჯერ კიდევ შესავალზე ვართ. ესე იგი დღეს აი საოცრება უნდა გითხრათ, რომ ებრაული ვერსია არ არის დაწერილი აი მათეს სახარების. ებრაული ვერსია არ არის შემორჩენილი, არის მხოლოდ ბერძნული. ნუ ძველი ხელნაწერებით მესამე-მეოთხე მაგალითად პაპირუსებზე დაწერილი ეს არის და ნუ ითვლება ესეც ხა არ მეცნიერად არ დასტურდება, რომ იაკობი იერუსალიმის პირველი პატრიარქი ხორციელად ძმა უფლისა, ეს არ არის ოღონდ 12-თაგანი იაკობი, იერუსალიმის პირველი პატრიარქი, ამან თარგმნა ბერძნულად. ესე ნუ გადმოცემა არის და შემდეგ გადაწერა ეს წიგნი მოციქულმა ბართლომემ. ანუ ნათანაელმა ჩვენ ბართლომეზე გვისაუბრია. ხო და ნუ იაკობზეც გვისაუბრია. და მოკლედ აი ზოგადად ტექსტის მათე სახარების შესახებ ეს არის. ეხლა მოგიყვებით ჩვენ უკვე გადავდივართ, ნუ მინდა გითხრათ, რომ მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატოს მინდა დიმიტრი როსტოველის მიმართ, ძალიან დიდი შრომა გაწია ამ ადამიანმა და არაჩვეულებრივი მთხრობელიც იყო და არაჩვეულებრივი ესე იგი ანალიზის უნარი ჰქონდა და აი ხა დარწმუნდების კიდევ ერთხელ ამაში. ანუ ჯერჯერობით ჩვენ სამი ადამიანი ვიცით, არ ვიცი თუ კიდე გამოჩნდა შეიძლება ვერ ვიხსენებ, დიმიტრი როსტოველი თუ უკან წავალთ, მე სვიმეონ მეტაფრასტი, რომელზეც ახლა ცოტა ხნის წინ შაბათს ვისაუბრეთ და კიდევ აი ეს იაკობ ორაგინელი, რომელიც გვიანდელია მე-13 საუკუნის არის, მაგრამ ნუ დასავლელია, მაგრამ ნუ აი ეს თხრობა აქვს რაღაც არაჩვეულებრივი.
წმინდათა ძველი წმინდანების შესახებ გვიყვება. ესე იგი მათე. ეხლა მე ჯერჯერობით სახარების ამბებს გიყვებით, სახარებებში, სხვადასხვა სახარებებში არის მათე ნახსენები, როგორ არის ნახსენები და ერთი ამბავია ძირითადად მათესთან დაკავშირებით და ეს უნდა მოგიყვეთ სახარებიდან. ესე იგი მათე ალფესძე, მამის სახელია ცნობილი და სხვაგვარად კიდევ ქვია მას ლევი. მე აღარ ჩამოგითვლით ახლა სახარებაში, აგერ ამოწერილი კი მაქვს ეს მუხლები, მაგრამ სად არის ადვილი მოსაძიებელია თუ დაინტერესდებით, მათე სად არის ნახსენები სახარებაში. ეხლა თვითონ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მათე ეს არის, მათე ქართული ფორმაა. ესე იგი და ბერძნულადაც მათეა, მათეოს ესე არის ბერძნულად. მატაიოს. ბერძნულად არის მათაიოს. ესე იგი, ეს არის ძველი ებრაული სახელის სახეცვლილება ბერძნულად. ბერძნულად ებრაულად არის მატიტიაჰუ ნიშნავს საჩუქარს. იაჰუ მატატ არის ებრაულად საჩუქარი და იაჰუ ეს არის, იაჰვე, ესე იგი ეს არის ღმერთის საჩუქარი. მატატ იაჰუ მატატიაიოს ესე არის ბერძნულად. ეხლა ლევის რაც შეეხება. ლევი ეწოდა მას შემდეგ რაც უფალმა მოუწოდა, რომელსაც ეწოდა ლევი მეზვერე, ესე არის. და ესეც მოდის ებრაული სიტყვიდან ლავაჰ, ესე არის, რაც შეერთებას ნიშნავს. ეს არის შემოერთებული, ლევი ესე ქვია, შემოერთებული, სხვადასხვა შინაარსი აქვს, მიწებებული, კიდევ კავშირში შემოსული, რაღაც ესეთი შინაარსი აქვს და ეს სიტყვა ლავა არის დაბადებიდან ძველი, ეს არის იაკობს ხო ყავდა ცოლი ლია და მერე ყავდა რახილი, საყვარელი ცოლი და ეს ლიამ მესამე შვილი რო გაუჩინა, იაკობს მესამე შვილი რო გაუჩინა, ესე თქვა. ამიერიდან ჩემ დამოიყოს ქმარი ჩემი, ჩემთან იყოს. ეს ჩემთან არის ლავა. და უწოდა მას სახელი ლევი. ესე ქართულ ბიბლიაში ესე წერია. და ესე თქვა, რადგან ჩემთან უნდა იყოს ჩემი ქმარი, ეს ჩემ დამო არის ლავა და უწოდა სახელად ლევი, ლავა. ჩემთან ყოფი. მოკლედ ეს არის სახელი. ეხლა გადავიდეთ თვითონ ამბავზე. კაპერნაუმში ცხოვრობდა მათე, კაპერნაუმში ცხოვრობდა და ესე იგი ეს იყო წარჩინებული კი არა, მდიდარი ოჯახიდან იყო და ამან მისცა მას საფუძველი თუ საშუალება იმისა, რომ გახთარიყო მეზვერე, იმიტომ რომ ეს კი შემოსავლიანი იყო ეს მეზვერეობა, მაგრამ გადასახადების ამკრები, მაგრამ თავისთავად ეს თანამდებობა ამ თანამდებობაზე რო გემუშავა, ყველაფერთან ერთად კიდე ამას რაღაცა პირველ დაწყებითი რაღაცა თანხა ჭირდებოდა. მაგრამ თავისთავად ეს სამსახური იყო, ესე იგი საძულველი ებრაელების მხრიდან, საძულველი, იმიტომ რომ ერთი ჯულის დარღვევა იყო, რომ დამპყრობელს არ შეიძლება რომ იმსახუროდა. მეორე კიდევ, ამან იცოდა ებრაელების, ესე რომ ვთქვათ, სიტყვა არსებობს, ეგეთი ავანჩავანი რა, რაც ნიშნავს ყველაფერი იცოდა, შემოსავლები რამდენი ქონდა რაღაცა და ზუსტად აწესებდა ამ გადასახადს და ზუსტად კრებდა და ამიტომ ესე იგი ვერატყუებდნენ ებრაელები. აქ რომ ვთქვათ ბერძენი ყოფილიყო, ან ვთქვათ რომაელი, ხო? იმის მოტყუება ადვილი იქნებოდა და ეს ებრაელი მეზვერეები, ამიტომ ზულდათ ებრაელებს, ზულდათ. და მოკლედ ერთხელაც გამოვიდა
ქალაქიდან იესო კაპერნაუმიდან და გამოვიდა ზღვაზე, ანუ ტიბერიის ზღვა ესე ქვიან, გალილეის ტბა. და გამოვიდა და აქ ესე იგი საზღვარი, ანუ აქ იყო რაღაცა მოწყობილი ქონდა მოკლედ, მათე იჯდა და ამ გადასახადებს კრებდა. აღწერას აწარმოებდა და მივიდა პირდაპირ მათესთან და უყურა იესომ და ეს ქართულად ესეც სიტყვებია მომდევდი მე. ანუ წამომყევე. აი იქ რა მოხდა ამ მათეში რა ცვლილებები, ეს არ წერია სახარებაში. ეს წერია ის, რომ აი როგორც კი ეს გაიგონა მაცხოვრის სიტყვები მომდევდი მე, ანუ გამომყევე. ესე იგი დატოვა ყველაფერი და გავა. და გახდა და ნუ შეუდგა ქრისტეს და იმ საღამოს გამართა დიდი წვეულება თავის ოჯახში გამართა წვეულება, მოიწვია მეგობრები, მეზობლები, ესენი ძირითადად აი ვინც ესეთი სიახლოვესაც ჰქონდა ერთმანეთთან, ესენი ფარისევლების მიერ იყვნენ საძულველი ადამიანები და ნუ აი რო უკადრისობ რა ამასთან რა მაქვს საერთო აი რაღაც ესეთი და მოკლედ იესო მივიდა მოწაფეებთან ერთად და ნუ ეს აღწერა სახარებიდან არის ხო ეს ამბებიც და გაიზიარა ეს ტრაპეზი დაჯდა პური ჭამა ეს ფიგურალური გამოთქმა ანუ ივახშმა მათთან ერთად დალია შეჭამა და ეს ებრაელს ესენი ხა თავის ამალასთან ერთად მივიდა ამ ამალაში გარდა ქრისტეს გულშემატკივრებისა კიდევ მისი მტრებიც იყვნენ ეს ფარისევლები და რაისათვის თქვენი მოძღვარი ცოდულთა მეძალთა მეზორეთა თანას ჭამს პურსა ესეთი სიტყვები უთხრეს მოციქულებს ნუ ამ მოწაფეებს ქრისტეს მოწაფეებს და იესომ გაიგონა ესა და უთხრა რომ კურნალი ჭირდება ავატყობს ანუ მოძღვარი ჭირდება ცოდვილ ადამიანს რომ მოინანიოს თავის ცოდვებით ესენი არიან ადამიანები ვინც ძალიან კარგად იციან რომ ცოდვილები არიან და ამიტომ ვარ მე აქ აი ეს არის ამბავი და ნუ ამის შემდეგ კიდევ არის შემდეგი ესე იგი ხელაც მოგიყევით ამას წაგიკითხოთ მაინც სახარებიდან ამ ადგილს ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზორე სახელად ლევი ჯდომარე საზვერესა ზედა და რქვა მას მომდევდი მე და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას და დაუმზადა ლევი პური დიდი ესოს სახსაშინათვისა და იყო კრებული დიდი მეზორეთაი და სხვათა რომელნი იყვნენ მათთანა ინახით მსხდომარენი და დრტვინივდეს ფარისევიანი ანუ ესე იგი აქ ამასაც მნიშვნელობა დღეს ჩვენ თქვათ როდესაც პატიჟებთ ადამიანებს სუფრას რო შლით მაგიდას კამი და ნუ მაინც რაღაც ისეთია ავტონომიურია რა ადამიანის ყოფნა იქ კიდე ნუ ინახის ჯდომა ნიშნავს რომ ხან წარმოწვევები ხან რაღაც აი ახლოს ხარ ფიზიკურად სხვა ადამიანებთან და დრტვინივდეს ფარისევანი და მწიგნობარი მათი მოწაფეთა მისთანა და ეტყოდეს რაისათვის მეზვერეთა და ცოდულთა თანას ჭამთ და სვამთ მიუგვიესო და რქვამათ არა უხ ცოცხალთა მკურნალი არამედ რომანი ბოროტსა სენსა შინაარიან არა მოვეწოდებოდ მართალთა არამედ ცოდულთა რათა შეინანონ ნუ მოკლედ როგორც მოგახსენეთ დაუტევა ყოველივე და გაყვა იესოს და ძალიან მალე ამის შემდეგ იესომ დაასახელა თავისი 12 მოციქული მათი არის 12-თაგანი მოუწოდა მოწაფეთათვისა და გამოიჩინა 12 მათგანი რომელთა მოციქულად უწოდა სიმონ რომელსაც უწოდა პეტრე და ანდრეა ძმა იმისი იაკობ და იოანე ფილიპე და ბართლომე მათეოს და თომა და იაკობ ალფესი და სიმონ რომელსაც ერქვა მუშურნე და იუდა იაკობისი და იუდა ისკარიოტელი რომელიც იგი იქნა გამცემად ნუ
ეხლა გადავდივართ უკვე რაც ვიცით გადმოცემით. მოკლედ ამაღლების შემდეგ ესე იგი ჯერ თავიდან იესოსთან ერთად მოგზაურობდა სანამ იესო და ესე იგი და იესოს ყველა ამ სასწაულს უყურებდა, მოკლედ სულ მათთან ერთად იყო რა, როგორც 12 მოწაფეთაგან ერთ-ერთი. და მოკლედ ამაღლების და უпроსტოდ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ რაღაცა პერიოდი, რაღაცა დრო მიუხედავად იმისა, რომ ყველას წილხვედრი ქვეყანა ჰქონდა, სადაც უნდა ეკადაგა და მათ შორის მათს ჰქონდა წილხვედრი ეთიოპია. ოღონდ როგორც მოგახსენეთ, ახლა ზუსტად არ ვიცით, რაღაც ვარაუდები არსებობს და როდესაც ეპიგენია ქალწულზე გესაუბრეთ, მეც რაღაც ჩემი ვარაუდი შემოგთავაზეთ, სად შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. აქ ალბათ თავარი არის, რომ ეთიოპიელი საჭურისი იყო და ეს კანდაკისი და ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ მაშინ. ხო და ამიტომ რაღაცა უფრო შეიძლება ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით დავაკონკრეტოთ ეს ეთიოპია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეთიოპია როგორც ასეთი იყო მათესი, მაგრამ პირველი პერიოდი მათე და მოწაფეებიც არ წასულან თავიანთ ქვეყნებში და ჯერ იქადაგეს იერუსალიმში და პალესტინაში და იერუსალიმის გარეუბნებში, ესე რომ ვთქვათ. აი ეგ დადიოდა მათე და იმის გამო რომ მოკლედ რაღაც ეს სწავლული ადამიანი იყო, იმის გამო რომ როგორც მოგახსენეთ, განათლებული კაცი იყო, იმიტომ რომ მუშაობდა, მეზვერეთ მუშაობდა, ანუ ეს ადვილი სამუშაო არ იყო, ამის გამო მას რაღაცა წერის ლიტერატურული ნიჭი ჰქონდა და ამის გამო ებრაელებმა თხოვეს, რომ წერილობითი მოწმობა დაეტოვებინა ქრისტესი და აი ამაღლებიდან, ესე ითვლება, რომ 8 წლის მერე დაიწერა, პირველი ეს იყო ჯერ რომ დაიწერა, ეს ვიცით ზუსტად, მაგრამ ეს იყო 8 წლის მერე დაახლოებით ამაღლების შემდეგ, როდესაც მათემ დაწერა თავისი სახარება და ამის შემდეგ წავიდა უკვე და ბევრ ადგილზე იქადაგა. მაგალითად, ესე იგი, ესეთი აზრი არსებობს დიმიტრი როსტოვის აქ, რომ ეთიოპია ეს არის ნუბია და აბისინია. ხო, შემდეგ ასევე იქადაგა მაკედონიაში, სირიაში, სპარსეთში, პართიაში, პართელი, აქედან არის სიტყვა პართია და მიდია და ესე იგი, ახლა უკვე ვიწყებთ გადავდივართ განსხვავებულ ვერსიას, იმისგან განსხვავებას, რაც მოგიყევით ეფიგენია ქალწულის შესახებ. და მოკლედ მოხდა ესე იგი, მოდი ახლა ჩვენ დიმიტრი როსტოვს დავაბრალოთ ეს. იმიტომ რომ დღეს არ არის მიღებული ესე ლაპარაკი რასაზე რა, რასიზმი რო არ დავაშავთ რამე, ესე იგი, ხო და მოხდა შავკანიან ადამიანებში. და მოხდა კაციჭამიებში რა. რეალურად კანიბალებში. აი ეგ ჩავიდა მათე საქადაგებლად და მირმენა არის არ იძებნება. ეს მირმენა არ იძებნება რა ქალაქია რა. ქალაქ მირმენაში ჩავიდა და აქ გაჩერდა და დაიწყო ქადაგება და როგორც ჩანს, მაინც მის ქადაგებას ჰქონდა წარმატება, იმიტომ რომ ეკლესია ააშენა იქა და დაადგინა ეპისკოპოსად პლატონი თავისი მოწაფე. აი ამის შემდეგ, ახლა აქ უკვე ეს როგორც მოგახსენეთ გადმოცემა, აქ უკვე რაღაც იზუსტე აღარ არის, რამდენი ხანი იყო დროში, როგორ იყო. მოკლედ რაღაცა დროის შემდეგ მათე წავიდა, რაღაცა დიდი მთა იყო იქ რაღაც მთა და იმ მთაზე გამოქვაბული მონახა და მოკლედ იქ დასახლდა და იქ ესე იგი განმარტოებით ცხოვრობდა და ლოცულობდა აი ამ ხალხისთვის და ამ ქალაქისათვის და ერთხელაც მოკლედ ჰქონდა ესეთი გამოცხადება, რომ ქრისტე გამოეცხადა ახალგაზრდა ჭაბუკის, ბრწყინვალე ჭაბუკის
სახით და მას გადასცა კვერთხი. გადასცა ეს კვერთხი, რომელიც შემდეგ აი გაბრიელ მცირეს უწერია ესეთ სიტყვები, რომ განედლდა. ხო, განედლდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქრისტემ უთხრა ესეთი რამე, რომ წაიღე ეს კვერთხი, ჯოხი, ანუ კვერთხი. წაიღე და ჩაარჭე მიწაში, აი შენ მიერ აშენებულ ეკლესიასთან. იმიტომ რომ ეს ლოცულობდა ამ ხალხის მოქცევაზე. და ამან უთხრა გამოცხადებაში იესო ქრისტემ უთხრა, რომ წაიღე ეს კვერთხი, ჩაარჭე და ეს კვერთხი აყვავდება, ანუ განედლდება რა. განედლდება და ესე იგი ტოტებს გამოიღებს და გამოიღებს ნაყოფს, რომელიც იქნება დიდი, ტკბილი და უპირველესი ყოველთა ნაყოფთა. აი რა ხილი იყო ესა და რა იყო ხა ამის თქმა ძალიან ძნელია. მოკლედ დიდი, ტკბილი სასიამოვნო. ეხლა მე უბრალოდ მანგო მახსენდება, მაგრამ გონი იქით არ არის თუ არის, არ ვიცი. ეთიოპიაში. დოიჩი კი არის და ესეთი არა ხა იქ არც დაწერია ეს მანგო, არ მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ აი რაღაცა წარმოიდგინეთ. ტკბილი, დიდი და კარგი ნაყოფი. და ვინც ამას შეჭამს, განიწმინდება და ესე იგი მოკლედ ამ სენისგან ადამიანის ჭამის სენისგან განთავისუფლდება და მისი ფესვებიდან ამოხეთქავს წყარო ამოვა და ამ წყაროში ვინც განიბანება, ანუ ნათლისღება, რომ ის იგი გარეგნულადაც კეთილსახიერი შეიქმნება, გალამაზდება და აქ იგულისხმება, რომ აი წერია მე დიმიტროსტოს წერია, რომ ესე იგი სრულებით გარდაიქმნა ეს ხალხი, ბოლოს მოხდა ეს ყველაფერი და ეს ფერი, შავი ფერი ჩამოირიცხეს. თითქოს ჭუჭყი ყოფილიყოს. ეხლა აქვე მინდა გითხრათ, ოღონდ ხო გეუბნებით ესეთი რთული საკითხია, რომ როდესაც ქამი დაწყევლა, ქამის თავმოვლო უბრალოდ ესენი გაშავდნენ აი მცოდვის გამო, რაც ქამა ჩაედინა და ეს შავი რას აქედან მოდის, შავი მუქი ფერის. თუმცა რა ვიცი, მოკლედ მე მართლა ვთვლი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ინტელექტუალურად განვითარებული რაღაცა, რომელსაც შავი ფერი აქვს და გავიწყდება, მოკლედ ეს განსხვავება ჩვენ შორის არსებობს ხადია, მაგრამ ხშირად გავიწყდება ისეთ ადამიანებს შეხვდები ხოლმე. მოკლედ ახლა აი დავანებოთ ამას თავი. მოკლედ მივიდა, აიღო ეს კვერთხი, წავიდა ქალაქში მათემ ახარებელი. წავიდა ქალაქში და აი აქ მოხდა ესეთი ამბავი, რომ როდესაც ქალაქისკენ მიემართებოდა, გადააწყდა ქალაქის მთავარს, ფულბიანე ქართულად ესე ჟღერს, ფულბიანე და მისი ცოლი და ქალიშვილი. და ამათმა დაიწყეს ყვირილი ამ ქალიშვილმა ცოლმა. ესენი იყვნენ ეშმაკეულები და იტანჯებოდა ეს თელი ოჯახი ამის გამო და რაღაცა და დაიწყეს ყვირილი, რომ წადი, რა გინდა ჩვენთან. არა, ქალიშვილი კი არა, ვაჟიშვილი იყო უკაცრავად. რატო გიჭირავს ხელში ეს კვერთხი, ჩვენ დასაღუპად, ესე ყვირია. და ეს კვერთხი შეახო მათემ და განდევნა ეს ეშმაკები აქედან. და ესენი მალე მოინათლენ ძალიან ქალიშვილი და ვაჟი ამ ფულბიანესი. ფულბიანე რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი იყო ეს რომ მოხდა. და მე როდესაც მივიდა მათე და ესე იგი გაყვნენ მათეს და რომ მივიდა ტაძართან, აი ქალაქის შესასვლელში პლატონი, ეპისკოპოსი, მთელი სამღვდელოება უკვე იყო იქ, როგორც ჩანს. ესენი დახვდნენ და დიდის მოკლედ ამ პატივით მიაცილეს მათე ტაძართან და აი მათემ ჩაარჭო ეს კვერთხი ჩაარჭო ტაძართან და ყველას თვალწინ დაიწყო კვერთხმა განედლება და გამოიღო ეს ტოტები, გამოიღო ეს ნაყოფი რაღაცა ოცარი და ამოხეთქა წყარო. და აი აქ დაიწყეს ესე იგი ხალხის მონათლა და ამრავი ადამიანი მოინათლა ამ ხელასასწაულის შემხედვარი, მაგრამ ეხა ამ ფულბიანეს რაც შეეხება. მოკლედ ეს ფულბიანე
ეშმაკი ყავდა ამასაც ჩეჩენილი, მაგრამ ისე არ ჩანდა რაღაცნაირად როგორც ამ შვილში და ცოლში. და მოკლედ ამან ესეთი რაღაც იფიქრა, რომ ეს როგორ აკეთებსო ამასო, ამ ხელამებსო, ალბათ ჯადოქარია. ჯადოქარი იქნებაო ეს მათეო და მოკლედ გადაწყვიტა, რომ აი თავიდან არ აჩვენებს ამას, რომ სასახლეში მიიპატიჟა. წამოდი ჩემთან და რაღაც. და მათემ ამხილა პირდაპირ, რომ რა გაქვსო შენ განზრახულიო. რატო გინდაო ჩემი საზრდო? იმიტომ უნდა დაუწვავო, ფიქრობდა რა. ფიქრობდა რომ უნდა დაუწვავო როგორც ჯადოქარიო და მოკლედ ესე. მაგრამ მიუხედავად ამისა, უბრძანა ჯარისკაცებს შეპყრობა და მომიყვანეთო მოკლედ ესე და გამოაგზავნა. რო არ წაყვა მათე წავიდა და იქიდან 4 ჯარისკაცი გამოაგზავნა და ესე იგი ეს ჯარისკაცები რომ მოუახლოვდნენ ამ ტაძარს ჩამოწოდა წვდიადი. ანუ სიამოვნებაში კი არ დაბნელდა, ამათ რაღაცნაირად ვერ ხედავენ და დაბრუნდნენ ესე, ნუ რა უნდა ეკნათ, მივიდნენ და რატო არ მოიყვანეთო და იცი რა ვერ ხედავდითო, აი მივედით გვესმოდაო რომ ლაპარაკობდაო, მაგრამ ანუ არ ჩანდაო რა, რაღაცა დაბრნელდაო სულ. ძალიან გაბრაზდა ეს პულბიანე და გამოაგზავნა უკვე შეიარაღებული ჯარისკაცები და ესე იგი რომ მიუახლოვდნენ ისეთი ღვთაებრივი სინათლე გამოდიოდა აი მათესგან და მისი ქადაგებისგან რომ ესე იგი მოკლედ დაყარეს ეს იარაღი შეეშინდა და გამოიქცენ. ამაზე სულ გადაერია ეს პულბიანე და თვითონ წამოვიდა და თა ჯარისკაცებთან ერთად და როგორც კი მიუახლოვდა დაბრმავდა ეს პულბიანე და ნუ მოკლედ ნუ რაღაც ჩავარდა რაღაცა შეეშინდა და მათეს თხოვა თვითონ განკურნება და მათემ განკურნა. მაგრამ ჯვარი გადასახა თვალებზე და განკურნა, მაგრამ ესეც ჯადოქრობას მიაწერა რა, მათეს ჯადოქრობას და არ გამოამჟღავნა. მადლობის ნიშნად წამოდი ჩემთანო წაგიყვანო კიდევ ერთხელ და სასახლეში მიიწვია და მათემ უთხრა რომ გააკეთე ის რაც შენ ეშმაკმა შთა გაგონა. და მე კი მზადა ვარ რომ გადავიტანო ყველაფერი ჩემი ღმერთისათვის. ნუ მოკლედ უბრძანა სასწრაფოდ რომ მივხვდა რომ ესე იგი ეს ტყუილები და ეს არ გაუვიდოდა და სასწრაფოდ უბრძანა მიიყვანეს სასახლეში და განართხეს მიწაზე ზურგით დააწვინეს ხელებით და ფეხებით მიაჭედეს რაღაცა ნუ დააჭედეს რა და მოატანინა ფიჭვის კი არა ნუ ეს ადვილად აალებადი მოკლედ რაღაცა ფიჭხი შეშა დააყარა და კიდევ ვიცით რა აი ეს გოგირდიდა ეს ხის ზინთი მოატანინა და წაუკიდა ცეცხლი და დიდი ცეცხლი აბრიალდა და ყველას ეგონა რომ მათე დაიწვა მაგრამ როდესაც ჩაქრა ეს ცეცხლი და მივიდნენ ხედავენ ჩვეულებრივად არაფერი არ მოსვლია და ამან კიდევ უფრო მეტად იმოქმედა ამ ხალხზე და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოექცა და დაიჯერა მათესი. მაგრამ ამ ფულბიანე ჯერჯერობით მოკლედ არ შევლის არაფერი ამას და ესე იგი თქვა რომ ესე ჯადოქარიაო, ჯადოქრობით აკეთებსო ამასო რა. ჯადოქრობით აკეთებსო და მოკლედ კიდევ ერთხელ მოატანია და ამჯერად უკვე ძალიან ბევრი ეს არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, მოკლედ აალებადია ეს წებოვანი არ ვიცი ნავთობისგან თუ ხისგან მოკლედ ესე დაასხეს ესა და წაუკიდეს ცეცხლი. და ნახეთ რა მოხდა ახლა აქ ესეთი საოცარი ამბავი იყო რომ ამან შეგი ფულბიანემ
მოატანია თავისი 12 ოქროს კერპები. მოატანია კერპები და გარშემო შემოუწყო, რომ უკვე მათემ ჯადოქრობით ვეღარ ჩააქროს ეს ცეცხლი რა. და ისეთი დიდი ცეცხლი გაჩაღდა და ეს ცეცხლი გადავიდა და როგორც წყალი ისე დაადრნა ეს ოქროს კერპები. და შემდეგ ესე იგი ეს ცეცხლის ალმა მიიღო გველის ფორმა და წავიდა პირდაპირ ფულბიანესკენ. ეხა უკვე ძალიან შეეშინდა ბოლოს რა. რომ ეს ცეცხლის გველი მოიწევს მისკენ და შველა არ არის არანაირი. და ისევ მათეს თხოვა და მათეს ოცხალია ამ დროს. მათეს ოცხალია და მათეს ლუცით მოკლედ გაქრა ეს ყველაფერი ეს გველი და უკვე ამან უკვე ნამდვილად იწამა და უნდა რომ ესე იგი კიდე აქ ეჭვები ხენახეთ. უნდა რომ წამოაყენოს ეს მათე და რომ მივიდა მათე უკვე დაგვთა აღსრულებული. ოღონდ სრულებით დაუზიანებელი მისი სხეული ცეცხლისგან დაუზიანებელი და მათე მიხვდა შეხვედრა სული თავისი უფალს და მოკლედ აღესრულა. აი ამის შემდეგ გააკეთა კიდე ეგეთი რაღაცა. მე რო საბოლოოდ დავrწმუნდე რომ მათეს ღმერთი არის ჭეშმარიტი ღმერთიო. მოკლედ ჯერ იყო და ოქროს სარეცელი თუ რაღაცა ოქროს არ ვიცი რა იყო ეს ალბათ ტახტებით მოატანინა და იმაზე დააწვინა სხეული და მერე გარშემო შემოჭედეს ლითონით რკინით და ჩაასხეს ესე იგი ტყვიით გაამაგრეს ეს ყველაფერი და აი ეს მძიმე რაღაცა ესო წყალში ჩავაგდოთ და თუ წყლისგანაც ხო რაღაც ის არის ეხა სტიქია და ცეცხლი და წყალი და რაღაცა აი წყლისგანაც თუ მას თავისუფალი დაიხსნის მე ვიწამებ რომ ეს არის ჭეშმარიტი ღმერთიო და ზღვაში გადააგდეს და ამის შემდეგ გამოეცხადა ღამე იმავე ღამეს მათე გამოეცხადა პლატონს ეპისკოპოსს და უთხრა რომ აი სასახლიდან აღმოსავლეთით არის ჩემი სხეული ზღვაში და ამ ზღვაში კი არა ზღვამ გამორიყა უკვე ეს რკინის ამხელა სარკოფაგი და გადმოასვენეთ აქ ტაძარში და მართლაც როდესაც დილით მივიდა პლატონი უამრავი მორწმუნის თანხლებით ფულბიანემაც ესე იგი გაიგო ეს მივიდა და უკვე თაყვანისცა და დავარდა თაყვანისცა და ამის შემდეგ თქვა რომ უთხრა ესე იგი პლატონს რომ მე ვიწამე ბოლომდე და მინდა რომ მოვინათლო და პლატონმა რა თქმა უნდა წაიყვანა ეს ტაძართან ოღონდ მაშინ უკვე არ მონათლა ესე წერია პირდაპირ ამ გადმოცემაში რომ კათაკმეულად დაადგინა და ეხლა არ წერია რამდენ ხანს მაგრამ ასწავლა რა არის ქრისტიანობა მოამზადა და საერთოდ ესეთი წესია და მინდა გითხრათ რომ ხშირად ჩვენ ეკლესიაში სრულად სრულდება ეს წესი კათაკმეულად დადგინებით ჩვენს ეპარქიაში ყოველ შემთხვევაში ესე და ამის შემდეგ უკვე მზად იყო ფულბიანე მოსანათლად და აი რომ მიიყვანა წყალთან და რომ უნდა სამგზის დაფლით რომ უნდა მონათლოს ხმა მათე მახარებელმა ხმა ისმა რომ არ დაარქვა ფულბიანე არამედ დაარქვი მათე ნათლობაში და თავისი სახელი მიანიჭა და ფულბიანემას დიდი სიხარულით მიიღო ეს სახელი და ეს ნიშნავდა იმას რომ იგი შეუდგა ბოლომდე და მეორე მათე გახდა ამ ხალხისთვის და აი ამის შემდეგ მალე უკვე ფულბიანეს ანუ იგივე ახალ ნათლობაში მათეს პლატონმა ხელი დაასხა მღვდლად და გარკვეული გავიდა დრო ესე იგი ეხმარება ქადაგებაში მღვდელი გახდა და გადააბარა ამან თავის საქმეები თავისი მართვა გამგეობა მოკლედ ამ ხარის ეთიოპიის თუ რა ვიცი როგორ არის და შეუდგა ბოლომდე და როდესაც უკვე გარდაიცვალა პლატონი ეპისკოპოსი
ქონდა გამოცხადება, რომ შენ უნდა ჩაიბარო ეს ეპარქია და ეს ახალი, ესე იგი ნათლობაში მათეს, რო ვთქვათ, გახდა ამ მხარის ეპისკოპოსი. და უკვე დიდხანს და ნაყოფიერად ქადაგებდა და მოღვაწეობდა ამ თავის მხარეში. და დღესაც მათე მოციქულთან ერთად ლოცულობს ჩვენთვის, ესე ამბობს დიმიტრი როსტოველი და მეც ჯერ არ ნამდვილად ასეა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს არის მეორე ვერსია, რომელიც უფრო მეტად არის აღმოსავლეთ სამყაროში, აღმოსავლეთ საქრისტიანოში შეწყნარებული. თუმცა ისიც ეპიგენიაზე რომ მოგეყევით, არანაკლებ შთამბეჭდავია და მე ვფიქრობ იცით რას. შეიძლება ეს ორი ვერსია ერთი და იგივე ვერსია, სახელებია განსხვავებული, რა ისტორია იგივეა, იქ ცეცხლი გველი რაღაც აი გავსალიან და ეს ეთიოპია და მოკლედ ზოგადად იდეა ეს არის, რომ ესნაირად აღესრულა. თუმცა კიდევ მინდა გითხრათ, რომ ესეთი ვერსიაც არსებობს, რომ მათე მახარებელმა დიდხანს იღვაწა და მშვიდობიანად აღესრულა არა მოწამეობრივად. მოკლედ ეს ყველაფერი არ გადმოცემა. ეხლა უნდა გაჩვენოთ მე თქვენ ძალიან ბევრი გამოსახულებაა მათესი, ოღონდ ძირითადად გვიანდელია ძირითადად ეს გამოსახულებები. ნუ რავენაში არის ესე იგი მათე მოციქულის სახე, თუმცა ჩვენ ესე იგი ეხლა უნდა გაჩვენ ხატი, რაღაც არაჩვეულებრივი ხატი და ძალიან სამეშტავი დიდი ზომის ფრაგმენტიკული. ეს არის გრიგოლ ნაზიანზელის ქადაგები ძველი ეს არის ხელნაწერია და ეს არის ნახეთ ეს არის მინიატურა, მე-9 საუკუნის მინიატურა. აი როგორ მოუწოდებს იესო მათეს და როგორ შეუდგა მათე. ალბათ ეს არის თავარი ცენტრალური მომენტი მათეს ცხოვრებაში, რომ მოუწოდა და შეუდგა ლევი რატომაც ეწოდა და კიდევ სახე მათეს სახე ნუ არ ვიცი ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო და ალბათ თქვენს დამეთანხმებით, აი ეს არის საფარის მონასტრის ფრესკა. გვიანდელია ესეც ახლა მე-13 საუკუნეა, მაგრამ აი გადიდებული. აი მოკლედ ის კომპოზიცია გამოვიყენეთ და ეს სახე და ესეთი ხატი შევქმნით, ახლა უნდა გაჩვენოთ როგორი ხატი შეიქმნა აი მათე მახარებლის. აი ეს არის მისი ხატი. თუმცა ჩვენ კიდე გვექნება ხატი, აი ნახეთ. აი ეს არის აი ხატი. იმედია ჩანს, ხო? აი შუაში არის მისი წმინდა ნაწილი ჩაბრძანებული. აი ეს ახალი ხატია და კიდევ უნდა გაჩვენოთ რაღაც. ეს მიჩვენებია, მაგრამ მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ გაჩვენოთ, ეს არის მათე მახარებლის ყბის ძვლის ნაწილი გვაქვს და გვაქვს კიდევ კბილი, მისი კბილი არის ეს წინასწარ უნდა გამეხსნა, მაგრამ რა შევს გავხსნი ხა და ვერ გეტყვით რომ სურნელი აქვს მაინდა მაინც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე გამოიყურება აი ამ წმინდა ნაწილის ჩაბრძანებას ვაპირებთ მეორე ხატი არ არის ჯერ მზად ეფიგენიასთან ერთად. ნუ იქ ხო ძალიან ძველი გამოსახულებები იყო, რომ გაჩვენეთ მე-11 საუკუნის და რაღაც და აი ის ხატი შეიქმნება და ეს ორი ხატი გვექნება მოკლედ მათე მახარებლის, იმედია უკვე გაისათ ამ დროისთვის მოესწრება. ასე რომ
დღეს არის ხსენება, დღეს არის 16 ნოემბერი საეკლესიო კალენდრით და დღეს არის ხსენება წმინდა მოციქულის და მახარებლის მათესი და ასევე დღეს მოიხსენება ეპიგენია ქალწულიც დასავლეთში, მაგრამ დასავლეთში ხო ადრეა ცოტა და ასევე მოიხსენება ფულბიანე ეთიოპიის მთავარი ნათლისღებით მათე. აი შეგვეციოს ამ წმინდანების მადლი, მე კი ამითი დაგემშვიდობებით, ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.